აქციას ერთი დღე მანქანის გარეშე ქუთაისი მანქანებით შეხვდა. ქალაქი კამპანიას არ შეუერთდა. ქუთაისში ავტომანქანების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ადგილობრივები კი ჯანსაღ გარემოზე და ავტომობილის უარყოფით ზემოქმედებაზე საუბრობენ. ბაღის კრუგო მაინც ცოტა რაღაცა ის უნდა იყოს სიზუსტავე და ცოტა აირი ხომ უნდა მოძრაულიყო. მოიმატა მანქანების რაოდენობამ და რა თქმა უნდა ცუდად მოქმედებს ეკოლოგიურად. ჩემი აზრით კიდე მოიმატებს, არავინ არ ფიქრობს ამ საკითხზე და იმიტომ. ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ავტომობილის ზრდასთან ერთად ტრანსპორტის მოძრაობის მოუწესრიგებელ სისტემაზე მიუთითებენ. უნდა იყოს ქალაქ გეგმარებითი პრობლემა არის ამასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ყველაფერს რო ცენტრში აკეთებ, ყველაფერს რომ ბინებს აკაშენებ, სავაჭრო ცენტრებს აკაშენებ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ტრანსპორტის ნაკადი გაიზრდება ცენტრში. ამიტომ უნდა იქნეს ქალაქის განტვირთვის გეგმა შემუშავებული. დედამიწის მეგობრების კოორდინატორი თეიმურაზ კებულაძე მიიჩნევს, რომ ქუთაისში ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ეს ერთად კომპლექსში უნდა იქნეს განხილული. გამწვანებაც, ტრანსპორტის მოძრაობა, თვითშეგნებაც და ასე შემდეგ. ერთი დღე მანქანის გარეშე პირველად პარიზში 1997 წელს აღნიშნეს. მიმდინარე წელს კი აქციას მსოფლიოს 2250 ქალაქი შეუერთა. მისი მიზანი გამონაბოლქვის შემცირება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.